მონტესორის განათლება ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც მარია მონტესორიმ შეიმუშავა. მან 1907 წელს თავისი პირველი სკოლა ღარიბი მუშების შვილებისთვის რომში ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გახსნა. ამ სკოლას კასა დელ ბამბინი, ანუ ბავშვთა სახლი ეწოდა. პირველი ბავშვთა სახლი აღჭურვილი იყო მასწავლებლის მაგიდით, ღუმელით, დაფით, რამდენიმე სკამით, ბავშვებისთვის საერთო მაგიდებითა და კარატით, რომელიც სავსე იყო მასალებით, რომლებიც მონტესორიმ მაშინ შექმნა, როდესაც ფსიქიკური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის სწავლების გზებს იკვლევდა. მან აღმოაჩინა, რომ ბავშვები რთულ კონცეფციებს უკეთ ითვისებდნენ, როცა პროცესში გრძნობის ყველა ორგანოთი იყვნენ ჩართული. პირველ სკოლაში აქტივობები მოიცავდა პირადი ჰიგიენის პროცესებს, როგორიცაა ჩაცმა და გახდა და გარემოს მოვლას, დახვეტვა, მტვრის გადაწმენდა და მებაღეობა. ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ მოძრაობა და მასალებით თამაში. მონტესორი თავად არ ასწავლიდა, ის კლასში მასწავლებლების საქმიანობას ზედამხედველობდა. მონტესორიმ შეამჩნია, რომ პერიოდულად ბავშვები ღრმა კონცენტრაციას ავლენდნენ და ერთსა და იმავე აქტივობას რამდენჯერმე იმეორებდნენ. როდესაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ, ბავშვები პრაქტიკული აქტივობებით და სპეციალური მასალებით უფრო ინტერესდებოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი სათამაშოებით, ტკბილეულით ან სხვა ჯილდოებით. დროთა განმავლობაში მათ ბუნებრივი თვითდისციპლინა გამოუმუშავდათ. მონტესორიმ დაასკვნა, რომ დამოუკიდებლად მუშაობისას ბავშვები დამოუკიდებლობის ახალ დონეს ავლენდნენ და თვითმოტივირებული მსწავლელები ხდებოდნენ. ის მასწავლებელს ხედავდა, როგორც დამხმარეს ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაზღვრულ გარემოში თავისუფლად გადაადგილება და მოქმედება შეუძლიათ. მიზანი კი ბავშვების ჩამოყალიბებაა დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, რომლებიც სწავლის სიყვარულს იზიარებენ. მალე მონტესორიმ და მისმა იდეებმა მსოფლიო მოიარეს და პროგრესული მოაზროვნეებისა და პედაგოგების შთაგონების წყაროდ იქცნენ. მის ადრეულ მხარდამჭერებს შორის იყვნენ ალექსანდერ გრაჰამ ბელი და თომას ედისონი. მონტესორის სკოლების აღზრდილებს შორის არიან ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი ვეილი, მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი და Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი. დღეს ტერმინი მონტესორი მეტწილად მეთოდს გულისხმობს, ვიდრე კონკრეტულ სკოლას. ეს მეთოდი ნებისმიერი პედაგოგისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომია, რამაც სკოლების დიდი მრავალფეროვნება განაპირობა. ამ მეთოდს იყენებენ საბავშვო ბაღებში, დაწყებით სკოლებში, სპეციალური საჭიროებების მქონე პროგრამებში, ან თუნდაც 12 წლიანი სასწავლო კურიკულუმებისთვის. ზოგიერთი მშობელი მას სახლის სკოლისთვისაც იყენებს. ყველაზე გავრცელებული მახასიათებლები, რომლებიც მონტესორის პროგრამებს აერთიანებს. ბავშვები თავისუფლად ირჩევენ, რას ისწავლიან. ღია კლასები, სადაც თავისუფლად მოძრაობაა შესაძლებელი. მონტესორის სპეციალიზებული მასალების გამოყენება. სხვადასხვა ასაკის კლასები, 0-დან 3-მდე, 3-დან 6-მდე ან 6-დან 12-მდე, სადაც ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენ. უწყვეტი სწავლის პერიოდი, ძირითადად 3 საათი. შეფასებისა და საშინაო დავალებების გარეშე. გადამზადებული პედაგოგი. მარია მონტესორი ამბობდა: ნუ დაეხმარებით ბავშვს იმ საქმეში, რომელიც შეუძლია თავადაც წარმატებით შეასრულოს. რას ფიქრობ მონტესორის მეთოდზე? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში.